მარიამ ურუშაძე. Rassautsari ადამიანი ხარ, ბრავო. ნიკა, ხო? რაღაცნაირი გულის ამაჩუყებელი იყო ძალიან. მადლობა ორკესტრს, ძალიან დიდი კაპელას და რაც თავარია პატარა მარიამს. იმიტომ რომ მართლა იყო გულის ამაჩუყებელი, თბილი, ესეთი სახლური, საშობაო. ძალიან სასიამოვნო იყო. აი ესეთი რო დაგბურძგლავს ისეთ. ძალიან სასიამოვნო და მე მგონია რომ ეს გოგო ყველა ჩვენთაგანის ოჯახში, სახლში, სიმყუდროვეში შემოდის და არასდროს არ არღვევს ამ სიმყუდროვეს თავისი ნიჭიერებით, თავისი მოკრძალებით და სინაზით და სილამაზით. არაჩვეულებრივი გოგოა, არაჩვეულებრივი. დიდი მადლობა. ჭოლა. ძალიან კარგი გოგო ბრძანდებით, შემოძვირფასო. არაჩვეულებრივი. გარდა იმისა, რომ კარგად ღერით, ძალიან დიდი შინაგანი კულტურით აკეთებთ ამას, აი ძალიან დახვეწილად. როგორც მამას და მამან დედოფალს შეშურდებოდა თქვენი. მე არ ვიცი როგორი ვინ გამოხარ მომღერალი, მოჭადრაკე, მეცნიერი თუ ასტროლოგი, მაგრამ ძალიან კარგი ხალბატონი რომ გაიზრდებით და
სიამაყე ჩემი ქვეყნის ამაში დარწმუნებული ვარ. ნამდვილად. ამიტომ ძალიან მინდა რომ ფინალში ვნახო შენ. მაგა მარიამ მიხარია რომ ხედავ. დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის. მართლა ძალიან თბილი, კეთილი სიმღერა გიხდება, როგორიც ხარ. ძალიან უხდება. ხო, კარგად მოდის. და შენ ამ წრიალა ხმას აღმოვაჩინე რომ თავისი ხავერდი აქვს. ეთყობა ეს ხავერდი ქმნის აი იმ სითბოს. ნუ რა თქმა უნდა შინაგანია ეს ყველაფერი, მაგრამ ხმაში გაქვს ძალიან ნაზი ხავერდი. ძალიან უხდება შენ ხმას. მართლა ძალიან მაგარი გოგო ხარ. და ვეთანხმები ჭოლას რომ შინაგანი კულტურა აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად ესე კარგად გაწვდის. ამიტომ არის კიდე განსაკუთრებული შენი აი აქ ყოფნა სცენაზე დგომა და ალბათ ყველგან სტუმრობა, სადაც მიდიხარ, ალბათ ყველას ძალიან უხარია. მე ეგეთი შთაბეჭდილება შემექმნა შენზე. მადლობა, რუსკა. აი მე არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა კაპელას, უღრმესი მადლობა ორკესტრს. ძალიან მთლიანობაში ყველაფერი იყო იმდენად კარგი, რომ არ ვიცი სიტყვები არ მაქვს. მარიამ, არ ვიცი, შენ ალბათ არ ვიცი, ძალიან დიდი ბედნიერება ხარ. ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერება ხარ და ძალიან გამიხარდება და ალბათ ყველას ძალიან გაუხარდება შენ თუ ფინალში გადახვალ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღეს ასეც მოხდება. ყველა შეფასებაზე ცრემლებით ევსება თვალები, როგორც შეფასება. ზაღვარელი, ზალიკო, ხო, შეფასება. უკეთილშობილესო, უსაყვარლესო და უნიჭიერესო მარია. შენ პირველივე ტურიდან ესე არაფორმალურად ფავორიტი იყავი ნიჭიერის, იმიტომ რომ იმდენად საყვარელი ხარ, იმდენად კარგად მღერი ხარ და შენ არა მარტო სიმღერა მოდის შენგან კარგი, სხვანაირი სითბო მოდის და სხვანაირი განწყობა მოგაქვს მაყურებელთან. აქ ყველაფერს მაყურებელი წყვეტ საბოლოო ჯამში. თუმცა მე ვთვლი რომ შენაირი გოგონა აუცილებლად უნდა იყოს ფინალში. ნამდვილად ძალიან კარგი ხარ. დიდი მადლობა, ნამდვილად დავეთანხმები ჟიურის. მე მოგიწოდებთ მაყურებელს, თუ გსურთ ეს საოცარი და სასწაული უნიჭიერესი, უსაყვარლესი გოგონა იხილოთ ფინალში, დარწმუნებული ვარ თქვენ გინდათ, არ მისცეთ სხვა საშუალება, ნუ დაელოდებით სხვას. თქვენ ვეაიღეთ მობილური ტელეფონები და ამ წუთასვე დაურეკეთ მას ნომერზე 0933030309. დღეს მაყურებელი ირჩევს პირველ ფინალისტს, ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი, ეხლავე დაურეკეთ მარიამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დაუტოვოთ სხვა შანსი, ეხლავე დაურეკეთ თქვენს რჩეულს მარიამს. მე აქვე მინდა 0933030309. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ეროვნულ სიმფონიურ ეროვნულ ორკესტრს, დირიჟორს გიორგი მარგველაშვილს, ასევე პაატა ანდრიაძეს, თბილისის ბრავო გუნდს, ხოლო როიალისტვის დიდ მადლობას ვუხდით Yamaha-ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში კომპანია IMTC Musics, რომელიც დიდი ხანია გვერდში გვიდგას. და ასეთი თბილი აპლოდისმენტებით გავასწრებთ მარიამ ურუშაძე. ბრავო!